არსებობს ვიდეოები Pride პარადიდან. უშინ West Hollywoodში, სადაც მანორი და კასია კოცნიან ერთმანეთს. გულისხმობ, ერთადერთი სახურავზე გამართული გეი წვეულება ღაზაში იქნება ის, სადაც შენ გადაგაგდებენ. დიჟურია იმის წარმოდგენა, რომ თუ woke ხარ, ეს ნიშნავს, რომ იმ ადამიანების ნაწილი ხარ, ვინც დიქტატურებში ნამდვილად სჯერა. მაგრამ ზუსტად ეს ნიშნავს. ცხენის ნალის ეფექტი მარხლა მუშაობს. და როცა გონია, რომ პროგრესული ხარ, სინამდვილეში არ ხარ. ძალიან მიხარია, რომ შოუში მეორედ მყავს ჩემი მეგობარი ტანია ციკანოვსკი, რომელიც მთელ მსოფლიოში ცნობილია როგორც ძალიან ებრაელი. კეთილი დაბრუნება, ტანია. აქ ხარ საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციასთან ერთად პრაიდისთვის. დიახ. ჩემთვის დიდი პატივია, რომ ვარ ადამიანების ჯგუფთან ერთად მთელი მსოფლიოდან. და რა თქმა უნდა, თქვენთვის ცნობილ პიროვნებებთანაც. ჩვენთან ერთად არის იუვალ დევისი, ჩვენთან ერთად არის ბრიანა ვუ, ჩვენთან ერთად არის ივ თადარის, ივ ბარლო, ყველა აქ მოვდივართ. და ასევე ადამიანებთან ერთად პირდაპირ გუატემალიდან, ვენესუელიდან. გულისხმობ ხალხს აქ მოუხავთ იმის სანახავად, რომ ისრაელი არ არის პინკ-ვოშინგის ოსტატი, როგორც ახლა ამბობენ, არამედ სინამდვილეში თავისუფლების ეპიცენტრია. ეს სინამდვილეში ის ადგილია, სადაც შეგიძლია იყო თავისუფალი, იყო ის, ვინც ხარ, როგორც გეი ადამიანი. და აქ ყოფნა პრაიდზე საოცარია. და აქ ერთი კვირით ყოფნა, სადაც რეალურად ვხედავთ, რამდენად თავისუფალია აქ ყველაფერი. იცი, იერუსალიმში შემიძლია თავისუფლად ვიარო. ახლა ხან იერუსალიმის პრაიდი ჩატარდა, ხო იცი? ასე რომ დიახ, იერუსალიმის პრაიდზე ვიყავი და ეს საოცარია. და იცი, ყოველთვის ვამბობ, რომ იერუსალიმის პრაიდი უფრო პოლიტიკური მსვლელობაა, ხოლო თელ-ავივის პრაიდი უბრალოდ წვეულებაა, ხო იცი? და ასე რომ გასულ წელს ბოლო წუთს გააუქმეს ირანთან ომის გამო. და მართა იმედი მაქვს, რომ წელს ისევ არ გააუქმებენ, ისევ ირანთან ომის გამო. ხო, ზუსტად, მართლა ასე ჩანს. გიჟურია, რომ ამას თავიდან გავდივართ. გონია, რომ მაშინვე უნდა გვესწავლა ჩვენი გაკვეთილი. და IRGC უბრალოდ უნდა წავიდეს. ყოველთვის ამას ამბობ, მაგრამ ტერორისტებთან მოლაპარაკება შეუძლებელია და ამასაც ვხედავთ. და ეს აშკარად ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ პრაიდის აღლუმი. მაგრამ უკვე ძალიან დავიღალე იმით, რომ პრაიდის აღლუმები და სიცოცხლის აღსანიშნავი ღონისძიებები გაუქმებულია, რადგან ხალხი ისევ და ისევ არღვევს ცეცხლის შეწყვეტას, იმიტომ რომ ისინი ტერორისტული ორგანიზაციები არიან და ზუსტად ამას გააკეთებენ. ხო, და მათთან ერთად ცხოვრება შეუძლებელია, ეს თითქმის იგივეა, როგორც 40-იან წლებში გეთქვა, მოდი ჰიტლერს მივცეთ უფლება, გერმანიის რეგიონში გააგრძელოს ცხოვრება და ნაცისტები არ უნდა მოვიშოროთ. არ შეგიძლია. ამ ადამიანებთან მოლაპარაკება შეუძლებელია და იცით, ამ ხალხს კონკრეტულად ჩვენგან ყველას მოკლა უნდა, განსაკუთრებით ძლიერ LGBT საზოგადოებას, რომელიც ამ მისიისთვის, პრაიდისთვის მოვიდა. ხო, ეს არის რეალობა, რომელშიც ცხოვრობთ, მაგრამ ტანია ძალიან მაინტერესებს, როგორც ყოფილი ადგილობრივი პოლიტიკოსი, ახლა რომ ჩაერთე ამ საქმეში. ეხლა შენ ძალიან ეფექტური აქტივისტიდან ლოს-ანჯელესში პოლიტიკურ თანამდებობაზე იყრი კენჭს, გთხოვ მოგვიყევი, რაში იყრი კენჭს და რა სირთულეებს აწყდები ამ ეტაპზე. დიახ, რა თქმა უნდა. პირველ რიგში ჩემი გადაწყვეტილება პოლიტიკაში და კონკრეტულად ადგილობრივ თანამდებობაზე წასვლის შესახებ იმიტომ მივიღე, რომ ადამიანებს ხშირად არ ესმით, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაზე ყველაზე დიდი გავლენა სწორედ ადგილობრივ პოლიტიკას აქვს. და ყველაფერი, რასაც ეროვნულ დონეზე ხედავთ, აქედან იწყება. მე ყოველთვის ამას ვამბობ, ყოველთვის იგივე სიტყვებს ვიმეორებ. ტანია, ზუსტად იმავეს ვამბობ. დიახ, ყველაფერი აქ თქვენს ეზოში იწყება და შემდეგ ეს პოლიტიკოსები უფრო მაღალ დონეზე გადადიან. ანუ, მე მაქვს ამბიციები ქალაქის ფარგლებს მიღმაც. და წარმოიდგინე, რომ რასაც მე მჯერა და რაც ვისწავლე, ყველაფერს იმ ახალ როლებშიც გადავიტან, ასე. ამიტომაც მე მჯერა, რომ ადგილობრივიდან უნდა დაიწყო და უნდა იცოდე, როგორ დაეხმარო შენს მრავალფეროვან საზოგადოებას. დიახ. და ამ ყველაფრის მიუხედავად, უამრავი განსხვავებული აზრის პირობებში, მაინც უნდა იპოვო გზა, რომ საზოგადოება იყოს უსაფრთხო, სამართლიანი და თანასწორი. და არ ვიცი, არც ანტისემიტური, არც ანტიზიონისტური და არც ანტიდასაბლური ღირებულებები არ უნდა იყოს. გულისხმობ, კი, ნახეთ, ცხადია, ქალაქის საბჭო ზრუნავს პარკინგზე, ზრუნავს ორმოებზე და ზრუნავს ქალაქის ინფრასტრუქტურაზე. მაგრამ მე ასევე ვზრუნავ ქალაქის გულზე. და ვზრუნავ იმ მოსაზრებებზე, რომლებიც ვრცელდება. და ასევე ვზრუნავ იმაზე, რომ ჩვენი გადასახადებიდან მიღებული თანხები იხარჯება ისე, როგორც არ უნდა იხარჯებოდეს. რა სიტყვას ვეძებდი?
ვერ მახსენდება. ეს ხალხის ინტერესებს არ ემსახურება ფაქტობრივად, ხო ასეა? ეს ხალხის ინტერესებს არ ემსახურება. მაგრამ ხალხს ფაქტობრივად twins ურეცხავენ, რომ იფიქრონ, იცით, აი მიზეზი, რატომაც მე კონკრეტულად მონაწილეობა არჩევნებში, არის ის, რომ თქვენი გადასახადებიდან ფული იხარჯება ისეთ რაღაცებზე, როგორიც ადამიანის უფლებების სერიები, რომელსაც ქალაქი ატარებს, სადაც სხვადასხვა სპიკერები ჩამოყავთ, რომ ადამიანის უფლებებზე ისაუბრონ და ისინი აძლევენ პლატფორმას და უხდიან ანტისიონისტ ადამიანებს. ჩვენთან ჩამოიყვანეს ანტისიონისტი, ლესბოსელი კაცი, რომ ჩვენს ქალაქში ადამიანის უფლებებზე ესაუბრა. ვთხოვთ ამიხსენით, რატომ უნდა იხარჯებოდეს ჩემი გადასახადები ასეთ რაღაცებზე. ეხლა, არც გულუბრყვილო ვარ და არც უცოდინარი, რომ მიფიქრო, თუ ქალაქის საბჭოში მოვხდები, ამას შევაჩერებ. ამას ვერ შევაჩერებ. მაგრამ, რასაც აუცილებლად გავაკეთებ, არის ის, რომ ვიბრძოლებ იმისთვის, რომ სიონისტის ხმა ამ სერიაშიც იყოს და ისიც იყოს წარმოდგენილი. და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე კენჭისყაში მონაწილეობა, რადგან ჩემი ხალხი იძულებულია დატოვოს ის სივრცეები, რომლებიც ჩვენ გავხადეთ თავისუფალი. ქორწინების თანასწორობის მიზეზი ის არის, რომ ებრაელმა ლესბოსელთა წყვილმა ეს საქმე უზენაეს სასამართლომდე მიიტანა. ვაუ. ებრაელები ყოველთვის ყველა სოციალური სამართლიანობის მოძრაობის ავანგარდში იყვნენ. The West Hollywoodში მოსახლეობის 48% გეი ან LGBT საზოგადოების წევრია. როცა ვამბობ გეი, ამას გულისხმობ, სიტყვა ქვიარი არ მომწონს. მაგრამ თუ მოსახლეობის 48% გეია, ესე იგი ეს არის გეი ქალაქი. და ამ ყველაფრის დიდი ნაწილი ებრაელების მიერ არის აშენებული, რა თქმა უნდა. და ეხლა რომ ტარდება პარადები, სადაც ამბობენ, რომ ებრაელები არ არიან მისაღები, სიონისტები არ არიან მისაღები, და არსებობს ვიდეოები გუშინდელი Pride პარადიდან West Hollywoodში, სადაც მანორი და კასია კოცნიან ერთმანეთს. გულისხმობ ერთადერთი ღაზაში, ერთადერთი გეი წვეულება სახურავზე. ის იქნება, სადაც სახურავიდან გადაგაგდებენ. კარგი. ღმერთო ჩემო. არ მესმის, რას აკეთებენ ან რას ფიქრობენ, უბრალოდ ეს ყველაფერი საჩვენებლად კეთდება. და ეს სიგიჟეა, მინდა რომ ამისგან გავთავისუფლდე. პირველ რიგში ვფიქრობ ეს ფანტასტიკურია. იცით, თავადაც ყოფილი ადგილობრივი პოლიტიკოსი ვარ და ვფიქრობ მართალი ხართ. ასევე საზოგადოების ყოველდღიური მომსახურება და ადამიანების ყოველდღიურ პრობლემებში დახმარება მართლაც შესანიშნავი საფუძველია პოლიტიკური კარიერისთვის. ეს ნამდვილად გაძლევს შესაძლებლობას უბრალოდ დაეხმარო ადამიანებს, ისწავლო მოსმენა და ისწავლო როგორ მიიყვანო საქმე ბოლომდე. მაგრამ ჩემი კითხვა ასეთია. თქვით რომ West Hollywood-ი, სადაც იყრით კენჭს, 40%-ით გეია. თქვენი აზრით, უფრო მეტი კლასიკური გეია. დიახ. მაგალითად, ჩემი ასაკის, ან ისინი ვინც ხვდებიან იმ ჰიპოკრესიასა და სიგიჟეს, რაც იცით ქვიარები პალესტინისთვის მოძრაობა და როგორ იცით თვითმკვლელობა. ემპათია დაეუფლა იქაურ გეი სივრცეებს, მაგალითად, ლოგ ქაბინ რესპუბლიკელებს ეძახიან, რომლებიც კლასიკური LGBT თემის წარმომადგენლები არიან. დიახ, და თქვენ დაასახელეთ ისინი, ასე რომ ლოგ ქაბინ რესპუბლიკელები სინამდვილეში მადლობელი ვარ მათთვის, მათ მხარი დამიჯირეს ჩემს კამპანიაში. ისინი საოცრები არიან. მაგრამ თქვენი აზრის გასამყარებლად გონივრული, პროამერიკული, საღი აზრის მქონე ადამიანები, რომლებსაც უსაფრთხოება აინტერესებთ, არ სურთ უსახკაროების საშუალო სკოლებთან მასტურბირებდნენ. არ სურთ ნარკოტიკების მოხმარება და უბრალოდ ჩვეულებრივი ცხოვრება უნდათ, რესპუბლიკელები არიან. ამიტომ არიან ისინი კანონისა და წესრიგის რესპუბლიკელები. ამიტომ ვარ რესპუბლიკელი. მე ისევ ფემინისტი ვარ. ისევ ვარ არჩევანის თავისუფლების მხარდამჭერი. ბევრი ღირებულება მაქვს, რომლებიც მარცხნივაა, მაგრამ ასევე ვაცნობიერებ, რომ მარცხენა ფლანგს საღი აზრი აღარ აქვს. არა. და უფრო მეტიც, ჩემთვის ძალიან მარტივია დავინახო, რომ რესპუბლიკურ პარტიაში ანტისემიტები არიან. ბევრი ყავთ. მაგრამ დემოკრატიული პარტია ანტისემიტურია. ეს არაერთხელ მithქვამს. სწორედ ეს არის მთავარი განსხვავება. დემოკრატიულ პარტიაში არიან ადამიანები, რომლებიც რეალურად ახდენენ ცვლილებებს კონგრესში. სწორედ ისინი ცდილობენ დაბლოკონ დაფინანსება რკინის გუმბათისთვის. თუ ამ ადამიანებს კონგრესში წარმატება ექნებოდათ, ეხლა ბევრად უარეს მდგომარეობაში ვიქნებოდით. ჩვენ ამ ინტერვიუს ვერ ჩავატარებდით ამდენი სასწაულის ფონზე. დიახ, აბსოლუტურად. ეს სიგიჟეა. რესპუბლიკელები, რომლებიც ანტისემიტები არიან ტაკერ კარლსონი. ისინი ყვირიან პოდკასტებში, ისინი ჩვენს პოლიტიკაზე გავლენას არ ახდენენ. და ისინი, ვინც პოლიტიკაზე გავლენას ახდენენ, ჩვენს მხარეს არიან. დიახ, მაგრამ რაც რესპუბლიკურ პარტიაზე უნდა ვთქვა, ისაა, რომ ისინი მაინც ებრძვიან ამას. დიახ. მაინც აქვთ ეს საუბარი და ამბობენ, ეს ჩვენი პარტია არ არის. დემოკრატებმა კი ამას თავი დაუხარეს. იმიტომ რომ ეს მათი პარტია. ისინი არ ებრძვიან ამას, რადგან ზუსტად ასეთები არიან. საინტერესოა. როდესაც თქვენ აძლევთ სიტყვას ადამიანებს, რომლებსაც ნაცისტური ტატუები აქვთ და ისინი ამბობენ, არ ვიცოდი რომ ეს ნაცისტური ტატუ იყო. ხო.
და როდესაც მხარს უჭერთ მაჰმუდ ხალილს და თანამდებობაზე აყენებთ მამდანის და ეხლა ყველაფერი რაც ლოს-ანჯელესის მერის არჩევნებთან ხდება. ანუ ჩვენ ეხლა ხან საუბრობთ იქ ამაზე. მაგრამ აქ გაოცებული ვარ, რადგან ლოს-ანჯელესში ვარ, ხომ ასეა. ასე რომ West Hollywood-ი ლოს-ანჯელესის ოლქშია. თუ West Hollywood-ის რუკას შეხედავ, მის სხვადასხვა ნაწილები ტექნიკურად ლოს-ანჯელესს ეკუთვნის. მას იგივე საფოსტო ინდექსი აქვს. ასე რომ ლოს-ანჯელესის ნაწილი ვარ, მაგრამ უბრალოდ ჩემს საკუთარ ქალაქში ვცხოვრობ. ამიტომ ვერ ვაძლევ ხმას მერს, რადგან მე თვითონ მონაწილეობ ქალაქის საბჭოს არჩევნებში და შეიძლება თავად გავხდე მერი. ასე რომ ეს სხვა არჩევნებია. ხო, ნახავთ რა იქნება, მაგრამ ეხლა სპენსერს უყურებ, რომელიც ნახეთ აშკარად, ჩვენ ყველანი შეგვიძლია ჩვენ საკუთარ ეკოკამერებში ვიცხოვროთ, ხო ასეა. თუ ჩემს Instagram-ს შევხედავ, ის სავსეა ჩემნაირი აზროვნების ადამიანებით, რადგან გიჟები გამოვრიცხე. მაგრამ ლოს-ანჯელესში საკმარისად ბევრი ადამიანია, საკმარისად ბევრი დედა, ბავშვია, საკმარისად ბევრია ისეთი, ვინც გარეთ ყოფნისას ეშინია და ცვლილება უნდა და რაც ყველაზე უცნაურია, ბასიც და ასიაც უკვე მთავრობაში არიან. ისინი ემსახურებიან საზოგადოებას და ვერ ასრულებენ თავის მოვალეობას. და რაც ახლა გამოკითხვებთან დაკავშირებით უცნაურია ისაა, რომ როცა არჩევნების დღე დადგა, სპენსერი მეორე ადგილზე იყო და ეს დიდი სხვაობით მოხდა. დიდი სხვაობით. დიახ, დიდი სხვაობით. მასსა და ნითიას შორის საკმაოდ დიდი მანძილი იყო. მე თვითონაც ცოტა თავდაჯერებული გავხდი, რომ წინ მივიწევდით. და ეხლა უცებ ეს ყველა ხმა შემოვიდა. და რაც ყველაზე უცნაურია, როცა რიცხვებს უყურებ, ხმები არც ბას ემატება და არც ბრედს. ეს რიცხვები არ იცვლება. უცებ ნითიას ხმები საინტერესო ხდება. ის საკუთარ ოლქში აგებს, მაგრამ რატომღაც დანარჩენ ქალაქს მაინც უნდა მისი არჩევა. და კიდე ლოს-ანჯელესის მერისთვის უფრო მეტი ხმაა მიცემული, ვიდრე მთელი შტატის გუბერნატორისთვის. ეს იყო ერთ-ერთი გამოკითხვა, რომელიც ახლახან წავიკითხე, სანამ ეთერში შევიდოდით, სადაც ამბობდნენ, რომ ლოს-ანჯელესის მერის არჩევნებში უფრო მეტი ხმა დათვალეს, ვიდრე შტატის გუბერნატორის არჩევნებში. აბა რა ხდება, ტანია? თაღლითობაა? ეს მასშტაბური კორუფცია, მართვა. თაღლითობა. ანუ ვიღაცას ეს ვნახე. რას გულისხმობ? ისინი იგონებენ ამ ბიულეტენებს. უბრალოდ იცი, ბიულეტენებს ქმნიან, სადღაც წავიკითხე, რომ უსახკაროებს 2 ან 5 დოლარს უხდიდნენ, რომ ეყარათ ხმა. მესმოდა, რომ უსახკაროებს უხდიდნენ, რომ ეყარათ ხმა. ხო, ნახე, ხმის მიცემისთვის არ გჭირდება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. შეგიძლია ბიულეტენი ფოსტითაც გაგზავნო. ასევე შეგიძლია ბიულეტენის შეგროვებაც, რაც ნიშნავს, რომ აქ ვზივარ, ვავსებ ყველაფერს და მივდივარ ვიღაცასთან, რომ ხელი მოაწეროს. და სანამ უბრალოდ ვაღიარებ, რომ ეს ბიულეტენი მე შევაგროვე, უბრალოდ ჩავდებ ფოსტაში, გავაგზავნი და მორჩა. ანუ მეუბნები, რომ თუ არ წავალ Skid Row-ზე და არ მივცემ ვინმეს 20 დოლარს და არ ვეტყვი, იყიდე ის, რასაც ჩვეულებრივ ყიდულობ. უბრალოდ მომიწერე ხელი ამ ხაღალზე და აი მისამართი სადაც უნდა მივთითო. მორჩა. ხმა მიეცი. აი, შენი ხმა. ეს აბსურდია. საოცარია ჩემთვის, რომ ესეთი საარჩევნო სისტემა გვაქვს. არაფრის გაკეთება შემიძლია Real ID-ის გარეშე, მაგრამ ხმის მიცემა კი შემიძლია. ეს მართლაც სიგიჟეა და სრული თაღლითობაა. ვსდები, მეგონა არსებობს თუ არა კანონი, ფედერალური კანონი, რომელიც ახლა მზადდება იმის შესახებ, რომ ხმის მიცემისთვის პირადობა ყველგან იყოს საჭირო. ხო, მაგრამ დემოკრატებს ეს საერთოდ არ უნდათ. არც ერთ დემოკრატს არ უნდა ეს. ისინი ამბობენ, რომ ეს რასისტულია. მაგრამ ეს არ გავა. ამ წუთად არ მჯერა, რომ ეს გავიდა. არც მე, უნდა გადავამოწმო. უბრალოდ სასაცილოდ მიმაჩნია ეს ყველაფერი, ყველაფრისთვის პირადობის მოწმობა გჭირდება. ხო. ახლა ხან შტატებში ვიყავი და ნიუ-იორკში შენობებში შეხვედრები მქონდა, მაგრამ შეხვედრაზე ვერ შევედი, თუ პირადობის მოწმობა არ ვაჩვენე. ჩვეულებრივ ნიუ-იორკის შენობაში ვერ შევიდოდი, ასეც უნდა იყოს, რადგან არ იცი ვის შეიძლება იყოს. და არ მჯერა, რომ შეგიძლია ხმის მიცემა პირადობის მოწმობის გარეშე, რაც ნიშნავს, რომ ალბათ შეგიძლია რამდენჯერმე მისცე ხმა. ხო, და არიან ადამიანები, მგონი რაღაც წავიკითხე, სადაც ეწერა, რომ პაკისტანიდან იყვნენ ადამიანები, რომლებიც როგორღაც ჩვენს არჩევნებში აძლევდნენ ხმას, მაშინ როცა აქაც კი არ იყვნენ. ვერ ვიგებ ამას. ეს ისეთი მართლა უბრალოდ ძალიან გულდასაწყვეტი აწყვეტია იმის ცოდნა, რომ ცხოვრობთ ქალაქში, სადაც ამომრჩევლის თაღლითობა, საერთოდ ნებისმიერი სახის თაღლითობა არასწორია. მაგრამ ის ფაქტი, რომ ამას ვაკეთებთ, ჩვენი საკუთარი ინტერესების წინააღმდეგ, თითქოს პირდაპირ ვამბობთ უარს ადამიანს, რომელსაც უბრალოდ ნორმალურობა უნდა. ეს არის ადამიანი, რომელიც Skid Row-ზე წავიდა, რათა ცხოველთა უფლებები დაეცვა. ხო,
კარენ ბასი სასამართლოში უჩივიან რამდენიმე ცხოველთა უფლებების დამცველი ჯგუფი მისი სრული უყურადღებობისა და თავშესაფრებში ცხოველებზე ზრუნვის ნაკლებობის გამო. მას არ აინტერესებს, არაფერს აკეთებს, ნათია ნითიაც არაფერს აკეთებს. სპენსერს კი ეს აინტერესებს. სპენსერს აინტერესებს, რომ საშუალო სკოლებთან უსახკარო ადამიანები არ იყვნენ. რატო გინდათ, რომ თქვენი შვილები ასეთ გარემოში დადიოდნენ სკოლაში? და ნათია გამოდის და ამბობს: მე არ ფიქრობ, რომ ეს პრობლემაო. და აი ესეთ მერს უნდა ლოს-ანჯელესი. მე მართლა მჯერა, რომ რაღაც ძალიან ბოროტი და მიზანმიმართული ხდება. ფიქრობ, დემოკრატიული პარტია განზრახ ცდილობს ამერიკის დაღუპვას. და ნამდვილად მჯერა, რომ 11 სექტემბერი ახლა მედიაშია. იცით, თქვენს, რომ ჩვენი დრები გვესხმიან თავს ფიზიკურად, მედიაში, ჩვენს სკოლებში, ჩვენს პოლიტიკაში და ამას აკეთებენ. და ამას ძალიან კარგად აკეთებენ. და ეხლა საშიშია, რომ შეიძლება გყავდეს DSA-ის წევრი მერად. ეს მართლა სიგიჟეა. და ტანია, რა ხდება შტატის დონეზე, რადგან თქვენთანაც ეხლა გუბერნატორის არჩევნებია. დიახ. და როგორც ჩანს, შეიძლება პირველად ალბათ შვარცენეგერის შემდეგ რესპუბლიკელი გუბერნატორი გყავდეს. ხო, ვფიქრობთ ან ვიმედოვნებთ, მაგრამ ეხლა ამ საარჩევნო თაღლითობის ფონზე ჩანს, რომ ეს აღარ მოხდება. სტივ ჰილტონი ცოტა ხანს პირველ ადგილზეც კი იყო ბესერას ზემოთ. ახლა კი იცი, ტომ სტაიერი რაღაცნაირად წინ მიიწევს. ჩემთვის ყველაზე უცნაური ისაა, რომ სტივი ვიცნობ. ის ძალიან საყვარელია. მან მეც დამიჭირა მხარი, ძალიან მიყვარს. ის უბრალოდ საღი აზრის ადამიანიც არის. ის გონივრული ადამიანია, რომელსაც კალიფორნიის უფრო უსაფრთხო, უკეთეს და წარმატებულ ადგილად გადაქცევა უნდა. ისეთი ადგილად, სადაც შეძლებული ხალხი დაბრუნებას მოისურვებს. ჩვენი მთელი სიმდიდრე აქედან მიდის. ჩვენ პირდაპირ ფლორიდას ვამდიდრებთ. ეს დაუჯერებელია. როგორც ნიუ-იორკელები. ხო, ეს სიგიჟეა, ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო ქალაქია. და ამიტომაც მიყვირს, როგორ ვერ ხედავენ ადამიანები, რომ ეს განზრახ ხდება. უნდა დააკვირდე ამას. ლოს-ანჯელესი და ნიუ-იორკი ყველაზე ცნობილი და ყველაზე ამერიკული ქალაქებია, რაც შეიძლება წარმოიდგინო. და სწორედ ისინი ირჩევენ ადამიანებს, რომლებსაც ყველაზე ანტიდასალური იდეოლოგია აქვთ. და აი ასე ისინი იმაიმარჯვებენ. ისინი პირდაპირ ასეთები არიან, როგორც ჩვენი პეიჯერები ჰეზბოლასთან, როცა ჯიბეში აინთო. ასე ხდება ეს ჩვენს ყველა ქუჩასა და ყველა სასკოლო საბჭოშიც. არ მინდა შევეხო იმას, რაც ჩვენს სკოლებში ხდება და ყველა იმ ადგილას, სადაც DEI ინიციატივებს ავითარებენ. მე კი ოდესღაც ამის დიდი მხარდამჭერი ვიყავი. რადგან ცხადია, ყველა ადამიანი მენაღლება და მინდა ყველა იყოს წარმოდგენილი და თავი თანასწორად და სამართლიანად იგრძნოს. და მაინც ეს ყველაფერი ყველას მოიცავს, გარდა ებრაელებისა. ასე რომ ვერც კი შემიძლია იმ სივრცისთვის ვიბრძოლო. მართლა უცნაურია, როგორ ვართ უბრალოდ დასავლეთის ჯადოქრები ალბათ. ტანია, როგორ მიდის შენი კამპანია, რა შანსები გაქვს? პატიოს ნადრობ თქვა, ვიტყოდი, რომ შანსები კარგია, პირველ რიგში, იმიტომ რომ პოზიტიური ვარ და ძალიან კონკურენტული. ოჩახ, ასეც უნდა იყოს. გმადლობთ. მართლა მჯერა, რომ ცვლილების სურვილი არსებობს. ვფიქრობ, ასევე არსებობს დაპირისპირების სურვილიც. იცით, როცა საბჭო ყავს, ეს ნიშნავს, რომ 5 ადგილია. და ამ საბჭოს არსებობის 91 წლის განმავლობაში არც ერთხელ არ ყოფილა რესპუბლიკელი ამ ადგილებზე. ეხლა ეს არაპარტიული არჩევნებია. ვაუ, არ მუშაობ როგორც რომელიმე პარტიის წარმომადგენელი, არ მუშაობ როგორც რესპუბლიკელი. მუშაობ როგორც ადამიანი, რომელსაც West Hollywood-ი უყვარს და სურს, რომ ყველასთვის კარგი იყოს. არა და ზუსტად როგორც სპენსერი, ისიც რესპუბლიკელად არიხრი და კენჭს, მაგრამ მე რეგისტრირებული რესპუბლიკელი ვარ. და ამიტომ ავტომატურად ბევრ ადამიანს წუვარ, ხო ასეა. მაგრამ თუ ხუთკაციან საბჭოში ყველა 5 ერთნაირია, რას მიაღწევთ? ხო, არაფერს. მაგალითად, თუნდაც საბოლოოდ რაღაც, იცით, გაიტანონ, რაც შეიძლება ჩემთვის სასარგებლო არ იყოს, კარგი? ან მე არ ვეთანხმებოდე. მაგრამ თუ მე ვიმუშავე ამაზე, თუ ჩემი აზრი დავამატე, ეს ნიშნულობას მატებს, ხოსეა? მეტი ვიდრე მნიშვნელობა. იცით, მრავალი წლის განმავლობაში, როცა მე ვიყავი City Hall-ში, იცით, თუნდაც უმრავლესობა ყავდეთ, მაინც ახერხებ რაღაცის შეცვლას. შეგიძლია მოლაპარაკებით უკეთესი შედეგი მიიღო. მე ძალიან მჯერა ამის. ვფიქრობ, შეგიძლია დიდი ცვლილება მოახდინო. აბსოლუტურად. და ძალიან გცემთ პატივს იმისთვის, რაც გააკეთეთ. და მე ასე მადლიერი ვარ, რომ ასე დიდ ხანს ემსახურებოდით იერუსალიმს. იცი, ეს ნამდვილად დიდი პატივი იყო, ტანია. და როცა გავიგე, რომ ქალაქის საბჭოს წევრობაზე იყრიდი კენჭს, ძალიან გამიხარდა შენთვის, რადგან ვიცი, რამდენად დამაკმაყოფილებელი იქნება ეს შენთვის, განსაკუთრებით შენთვის. შენ ხარ ადამიანი, რომელიც ცვლილებებს ხელმძღვანელობს, რომელიც ცვლილებებში სჯერა.
ფიქრობ ეს სიგიჟე იქნება. მითხარი, ანუ კენჭს იღრი, გონია რომ კარგი შანსი გაქვს. ატარებ ამდენ კამპანიის ღონისძიებას. კამპანია ძალიან დამღლელია, ტანია. შემიძლია წარმოვიდგინო, როგორი გრაფიკი გაქვს. იღებ დადებით გამოხმაურებას. დიახ, ვიღებ. სინამდვილეში ისეთი ადამიანებისგანაც კი ვიღებ გამოხმაურებას, ვისგანაც არ ველოდი, მოდიან ჩემთან და მეუბნებიან. მადლობა, რომ განსხვავებულ აზრს აჟღერებ. იცი, მგონი დაახლოებით 10 ადამიანი იღრის კენჭს. რაც გულწრფელად რო ვთქვა, ჩემს შანსებსაც გიზრდის. ეს 10 ადამიანი ყველა ერთნაირი აზრისაა. ამასთან ერთად ეს ამცირებს იმ ხმების რაოდენობასაც, რაც მე მჭირდება. West Hollywood-ში დიდი რუსული მოსახლეობაა. მეც რუსი ვარ და ჩემი მშობლები აქ ჩამოვიდნენ. შესანიშნავია. დიახ. ებრაული კონფედერაციის დახმარებით ისინი West Hollywood-ში დასახლდნენ. და რუსები ჩვეულებრივ ასეთ woke სისულელებს ალებს არ ებმებიან, ხო ასეა, სწორად ფიქრობ. რა თქმა უნდა არა. დიახ, ისინი იციან, როგორ გამოიყურება დიქტატურა. ზუსტად ასეა. მათ ზუსტად იციან რა არის ეს და სიგიჟეა იმის ფიქრი, რომ თუ woke ხარ, ეს ნიშნავს, რომ იმ ადამიანების ნაწილი ხარ, ვინც სინამდვილეში დიქტატურებში სჯერა, მაგრამ სწორედ ეს ნიშნავს. კარგი, არა, ასე არ არის. ეს ეგრეთ წოდებულ ცხენის ნალის ეფექტი ნამდვილად მუშაობს. და როცა გონია, რომ პროგრესული ხარ, სინამდვილეში ასე არ არის. შენ პირდაპირ ართმევ საკუთარ თავს თავისუფლებას და ხალხი ამას უბრალოდ ვერ აცნობიერებს. ასე რომ ყავს რუსები, ყავს ზოგიერთი ებრაელი, როგორც ვარაუდობ, ყავს საღი აზრის მქონე ადამიანები და ყავს ლოგ კაბინ რესპუბლიკელები. ამიტომ ფიქრობ, რომ ჩვენ იცი იერუსალიმიდან სპეციალურ ლოცვებს გამოგიგზავნით, გლადლობთ. რადგან ძალიან აღფრთოვანებული ვარ. როდის არის არჩევნები? ნოემბრის 3-ში. კარგი, ესე რომ ჯერ კიდევ დრო გაქვს, გთხოვ ღმერთო სულ უფრო და უფრო ძლიერი გახდე. და ის ფაქტი, რომ კამპანიის შუაგულში აქ მოხვედი, ასევე აჩვენებს, რამდენად ერთგული ხარ არა მხოლოდ შენი ქალაქისა და უბნის, არამედ შენი ხალხის ტანია. რა თქმა უნდა, შენ მართლა საოცარი ხმა ხარ. მომეცი ცოტა იმედი კალიფორნიისთვის, ღმერთის გულისთვის, მომეცი ცოტა იმედი. რა მოხდება? იმედი კალიფორნიისთვის ისაა, რომ ჩემნაირი ხალხიც ერთვება ამ ბრძოლაში. იცი, თუ ხალხი ძალისხმევას დებს წინსვლისთვის, ძალიან მინდა რომ მე გავიმარჯვო. მაგრამ თუ კი არ გავიმარჯვებ, ეს მაინც საფუძველს უქმნის იმას, რომ მეტი ადამიანი ჩაერთოს ამ ბრძოლაში. ვეთანხმები. იცი, მომავალისთვის. და ეს არის იმედი. თუ მე შემიძლია გავიქცე, სხვასაც შეუძლია. და ეს მაძლევს იმედს, ხო გესმის? ასე რომ აბსოლუტურად. ეს შესანიშნავია, ტანია. მოდი ვნახოთ, როგორ განვითარდება ეს კვირა. მოდი ვნახოთ, შეძლებ თუ არა იმ შესანიშნავ დელეგაციასთან ერთად მარშში მონაწილეობას, ვისთანაც აქ ხარ. ვიმედოვნოთ, რომ ყველა აქ მოვა და საბოლოოდ დავამარცხებთ ამ ყველაზე ტოქსიკურ მტერს, აქ, იქ და ყველგან. დიახ, მართლა იმედი მაქვს, რომ ბიბი საბოლოოდ გაანადგურებს იმ ერთადერთ რამეს, რაც მთელ ჩვენ სამყაროს ტერორიზებს. იცი, ისრაელი ისევ გადაარჩენს მსოფლიოს. ზუსტად ასეა და მე მოუთმენლად ველოდები ამის ნახვას. დიდი მადლობა, რომ თქვენს წვრილს შეიტანეთ. გმადლობთ. ტანია, გმადლობთ. დიდი მადლობა.